ჩამოხვედი ამერიკაში მწვანე ბარათით. რა ხდება მერე? მე რომ ცოტა ადრე მცოდნოდა ეს ყველაფერი, ჩემთვის ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ამ გზის გავლა. ამიტომ ვეცდები მოგიყვე, რას უნდა ელოდო, როდესაც ჩამოდიხარ ამერიკაში მწვანე ბარათით. საზღვარზე ოფიცერი ბეჭედს გისვამს პასპორტში და გილოცავს, შენ ოფიციალური რეზიდენტი ხარ. დაელოდე green cards და SSN-ს მისამართზე, რომელიც მიუთითე DS 260-ის შევსებისას. ამას შეიძლება 2-დან 4 კვირამდე დაჭირდეს. როგორც კი SSN ნომერს მიიღებ, მიდი ბანკში და გახსენი ანგარიში. სწორედ აქედან იწყება შენი საკრედიტო ისტორია. მიდი DMV-ში და აიღე მართვის მოწმობა. მართვის მოწმობა აქ პირადობის მოწმობას უდრის. არ დაგავიწყდეს დაზღვევა. პირველი 60 დღის განმავლობაში შეგიძლია გააკეთო უფასო სახელმწიფო დაზღვევა, თუ აკმაყოფილებ კრიტერიუმებს. მაგალითად, კალიფორნიაში ეს არის მედიკალი. თავიდან ყველაფერი რთულად გეჩვენება, უამრავი დოკუმენტი, ახალი გარემო, მაგრამ ნელ-ნელა აწყობს შენს ახალ ცხოვრებას. თუ უკვე ჩამოხვედი ამერიკაში green card-ით, დამიტოვე კომენტარებში, რომელი ეტაპი იყო შენთვის ყველაზე რთული. თუ ჯერ კიდევ არა, დამიტოვე კომენტარებში green card-ი და გამოგიგზავნი პირველი ნაბიჯების checklist-ს.